სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა. ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუში გაკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ერთიანობის თემა გარედან არის შეგზავნილი. მდინარე რეგიონებში მოსახლეობასა და მმართველი პარტიის მიმართ და მეორეს მხრივ ძალიან მოხარული ვარ რომ არც არასოდეს არ ყოფილა ჩემი მიზანი გაერთიანება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა რომ გაერთიანება ნიშნავს რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის კიდევ ერთხელ ერთპარტიულ მმართველობას. მე მგონი გვეყოფა რაც მივიღებთ გამოცდილება აქამდე. მე ვამზადებ და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით ვამზადებ ძლიერ კოორდინაციას. ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი, ასე ვიტყოდი, თემა, რომელიც მიუღწევადი არის, იმიტომ რატომ ადამიანები არიან სხვანაირი, სხვადასხვა პირიქით იქმნება, მე მგონი, როგორც მესმის ახალი პარტიები. ეს არის ახალი სისხლი, რომელიც შემოვა ამ ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას დღეს ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. მე არ ვიცი, რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესიც არ მაქვს, რას საუბრობს ეს ადამიანი. ის ვალდებული იყო რუსული აგენტურის მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ციხეში არ ჩაეტოვებინა. ხოვნა არასდროს არ ყოფილა, ის იყო ვალდებული ეს გაეკეთებინა. არ გააკეთა ეს მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მომავლის და ღირებულებების საკითხია და არა ჩემი. წუხარ მის გამო. ჩვენ მაინც დამაშენებელი ვრჩებით ერთიანობის მხარდამჭერებად. კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება დროებითი კოორდინაციები. ჩვენ გამარჯვებისთვის გვჭირდება ნამდვილი ერთიანობის ჩვენება. აქეთ არიან ერთ მხარეს ქოცები და მეორე მხარეს საქართველოს პატრიოტები. ჩვენ ესეთ ერთიანობას უჭერთ ხარს, თუმცა რა თქმა უნდა, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.